როდესაც ძალიან ნეგატიურ თემებზე ვსაუბრობ, როდესაც ვარჩევთ ხოლმე ესე რამე ნეგატიურ კონკრეტულ მოვლენებს, ან შესაძლებლობებს, რისკებს, ადამიანის რუკაში ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ არის თუ არა ეს ყველაფერი გარანტირებული, ეს რეალურად ესე იქნება, თუ შესაძლებელია შეიცვალოს. და არ მეგონა თუ რეალურად ბევრისთვის ეს კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, იმიტომ რომ ჩვენ რუკას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევიცვალოთ. ჩვენ რუკას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვნახოთ ჩვენი შესაძლებლობები, რისკები, შანსები და შესაბამისად ვიმოქმედოთ, რომ რაღაცნაირად ამ ყველაფერს თავი ავარიდოთ. თუ არის რამე ნეგატიური მოვლენა, ნეგატიური ხასიათი რაღაც კონკრეტული ესე ვთქვათ, თვისებები, იმიტომ რომ შენი თვისებები განაპირობებენ შენ ქცევებს, შენი ქცევები მოქმედებენ შენს მომავალზე. შესაბამისად, ყველაფერი არის ჩემში, ანუ პრობლემა ყოველთვის არის ჩემში თუ რამე ნეგატიური ხდება ჩემს ცხოვრებაში. ამიტომაც ჩვენ ვარჩევთ რუკას, რომ ჩვენ ვნახოთ ეს ნეგატიური პრობლემები, ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე. ნატალური რუკა არ არის ისეთი მომენტი, რომ მე უნდა მოვერგო ნატალურ რუკას, რომ მე შევხედო, მაგალითად ჩავხედო რუკას, ვნახო, რომ მაგალითად მზე კირჩხიბში მაქვს და ჩემი თავი დავარწმუნო, რომ მე უნდა ვიყო კეთილი, მზრუნველი, თბილი, არ ხდება ესე. ანუ რეალურად მე არ ვერგები რუკას, მე უნდა მოვირგო ეს რუკა. ანუ მე უნდა ვნახო როგორია რუკა და შემდეგ ეს რუკა, ანუ ისე უნდა შევცვალო ჩემი თავი, რომ ამ რუკის საუკეთესო ვერსია ვიყო. და არა პირიქით, რომ მე იქ თუ ვენერა დანის მყავს და დაზიანებული, მე არ უნდა მომწონდეს ნორმალური ის და რომ ამართლებენ ხოლმე, რომ აი მე ვენერა დაზიანებული მყავს და მე აი ესეთი მომწონს რაღაც და ესეთი არ მომწონს, იმიტომ რომ ვენერა მყავს დაზიანებული, ან ვერ გამოვხატავ ემოციებს, იმიტომ რომ თვარი თხის რქაში მყავს. ეს არ არის გამართლება. ეს არის უბრალოდ არ ვიცი რა, იმიტომ რომ როდესაც რუკაში ხედავ რა გაქვს პრობლემა, უნდა იმუშაო ამ პრობლემაზე. ის რაც რუკაში არის ის რაც იყავი შენ დაბადების მომენტში, შენ შეგიძლია ამის შეცვლა ჩვეულებრივად. თუ იმუშავებ, თუ ამაში ჩადებ შრომას, ეს ყველაფერი შესაძლებელია რომ შეიცვალოს. უბრალოდ არის ესე ვთქვათ, მოვლენები, რომლის შეცვლაც უფრო მარტივად შესაძლებელია, როგორც არის ხასიათი, მაგალითად შენ მთლიანად შენ უნარზეა მარტო ნებისყოფაზე და სურვილზე დამოკიდებული შენ შეცვლი თუ არა შენს კონკრეტულ ხასიათს. და შენი ხასიათის შეცვლით შეიცვლება ძალიან ბევრი რამე შენს ცხოვრებაში. შენი დამოკიდებულება, შენი გარშემო მყოფი ადამიანი, შენი გარემო ყველაფერი შეიცვლება. შესაბამისად იცვლება ქორწინების შანსები, რისკები და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი, სამსახური შეიცვლება, როდესაც შენ შენს ხასიათს დაამუშავებ, შენს მიდგომას შეცვლი, შენს ქცევებს შეცვლი. მაგრამ არის კონკრეტული მოვლენები, რომელსაც არ იყოფა მხოლოდ სურვილი. იმას სჭირდება კონკრეტული უფრო სხვა რესურსები, როდესაც უფრო სერიოზულია, მაგალითად სასიკვდილო საფრთხე, როდესაც არის რუკაში სამედიცინო სერიოზული პრობლემები. იქ უკვე საჭიროა ოჯახის თანადგომა, ფინანსები, შენი შესაძლებლობები, ნაცნობობა, გარემო, სად შეგიწყობს ხელს კონკრეტულად, სად მეტი შანსი გაქვს გადარჩენის. ანუ იქ უკვე მარტო შენი სურვილი და შენი ამბიციები არ კმარა, იქ უკვე საჭიროა ბევრი.